მე მინდა ახლა გადავინაცვლო ვაშინგტონში და დავიწყო საუბარი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ სამმართველოს ყოფილ უფროსთან ირაკლი შაიშმელაშვილი უნდა იყოს ჩვენთან კავშირზე, რის გამოც მას მადლობას ვეუბნები. თქვენთან თუ არ ვშთები დილა, ამიტომ დილა მშვიდობ მისცათ თბილისიდან. ბატონ ირაკლი, გენატრება თუ არა დედაქალაქი და თბილისი უკვე? პირველ რიგში მოგესალმებით. მივესალმებით თქვენს მსმენელს. ბუნებრივია, ნოსტალგია ყოველთვის არის. და ყველაფერთან ერთად მიზეზი, რის გამოც თქვენ არა მარტო სისტემიდან წასვლის, არამედ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეთ, უკავშირდებოდა სერიოზულ რისკებს თქვენი ოჯახის წევრების მიმართ. ჩვენ ვიცით, რომ თქვენი ოჯახის ერთ-ერთი წევრი სამსახურიდან გაათავისუფლებს ერთი კვირის წინ. ამასთან დაკავშირებით ხომ არ არის რამე კიდევ უფრო ნეგატიური დინამიკა თქვენი ნაცნობების, ახლობლების, მეგობრების შევიწროების კუთხით, ან მუქარები ხო არ განახლებულა? ხო, ჩემი ძმის ფაქტი ძალიან სამწუხარო იყო, იმიტომ რომ ზოგადად საქართველოს ხო ძალიან ვიწრო სოციალური კავშირების ქვეყანა ვარ და მით უფრო რაიონში და ჩემი ძმა არასდროს არ ყოფილა პოლიტიკური ფიგურა. მთელი თავის შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა ხელოვნებას, მუსიკალური მიმართულებით და სამწუხაროდ არ შეიძლება უბრალოდ ესე პოლიტიკურად დაყოფა და მე არ შევალ ამის სიღრმეებში, იქიდან გამომდინარე, რომ აზრი ვერ შევცვლით, ანუ ამოცემულობას თუ ზოგადად ქვეყანაში არ შეიცვალა ზოგადი დამოკიდებულება, ზოგადი მიდგომა, საზოგადოებაში არ ჩამოყალიბდა პოლიტიკური კულტურა, ჩემი მოწოდება ჩვენი საუბრებით არჩება საუბრებად, იმიტომ რომ ამას არანაირი შედეგები და ამას არანაირი გავლენა ამ პროცესებზე არ და ვერ ექნება. ირაკლი, რაზეც საუბრობთ მესმის, თუმცა გვაქვს დღეს ასეთი მოცემულობა, სისტემა, რეჟიმი მთლიანად გადაეწყო არა მისი საერთო სახალხო ლეგიტიმურობის მოწყდა მთლიანად ამ წყაროს. მასაც ძალიან კარგად ესმის, რომ არც ერთი ნორმალური მეტნაკლებად სამართლიანი არჩევნების პირობებში ის ვერ მოიპოვებს სახელისუფლებო ლეგიტიმაციას და ამიტომ მთლიანად გადაეწყო ძალოვან ინფრასტრუქტურაზე, ასე ვთქვათ, ანუ ძალაუფლების შენარჩუნების. ამ პროცესში ძალიან დიდი როლი ენიჭებათ ადამიანებს, თქვენ თავად თქვით, რომ ჩვენ მცირერიცხოვანიერი ვართ, პატარა საზოგადოება ვართ, სადაც სოციალურ კავშირებს მათ შორის დიდი მნიშვნელობა აქვს და სიმართლე გითხრათ, ზუსტად ამ ფაქტორის გათვალისწინებით ჩვენ, რომლებიც არ ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ან ძალოვან სისტემასთან ესეთ შეხება არ ქონია, გვიკვირს ძალიან, გვიკვირს როგორ ხდება ყველაფრის შემხედვარე ამ პატარა საზოგადოებებში, რომ ადამიანების არც თუ მცირე რაოდენობა ძალოვანი სისტემის ასე უხეშად, ასე უდიერად, ასე სასტიკად, ასე დაუნდობლად ეპყრობა თავისივე ხალხს, ფაქტობრივად მონაწილეობს ივანიშვილის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოცხადებულ ომში. და ამ ომში წამყვან სარდლად იქცა ბატონი ხარაზიშვილი, იგივე ხარება. ამიტომ ჩემი პირველი კონკრეტული კითხვა თქვენდამე უკავშირდება ზუსტად ამას. რა განაპირობებს ხარაზიშვილის ფაქტობრივ დომინაციას და გავლენას ძალოვან სისტემაზე, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს? გიორგი, სანამ მაგ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, ძალიან სწორად შეეხეთ თქვენ სისტემა გახდა ბერკეტი დღეს ხელისუფლებისთვის შეინარჩუნონ ძალაუფლება. და ეს იყო ყველაზე ცუდი დაშვება, თუ კი რამეს ოდესმე დაუშვებდი, იმიტომ რომ სახელმწიფო ინსტიტუციები, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურები არიან აღმასრულებელი ხელისუფლების შტოს წარმომადგენლები, თუმცა ისინი კონკრეტული პიროვნების ან პიროვნებების დავალებებს კი არ ასრულებდნენ. ისინი უნდა ასრულებდნენ სახელმწიფო ინტერესებიდან, ისინი უნდა მოქმედებდნენ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ინსტრუმენტი, ერთადერთი ინსტრუმენტი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, რომელიც დარჩა ივანიშვილის, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება და ყველანაირ რესურსს გამოიყენებს და ყველაფერს ეწავა უკვე. ანუ
არის მოსაზრებები, რას უნდა ველოდოთ, ან კიდევ რა შეიძლება მოხდეს, ყველაფერი ცუდი, ანუ აქ უკვე აღარ არსებობს არანაირი, ასე ვთქვათ, ჩარჩოები და საზღვრები. რაც შეეხება იქ მომუშავე პერსონალს, პრობლემა ძალიან ფართო არის და ზოგადი არის. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ალტერნატიული წყაროები, სადაც შეიძლება ადამიანებმა მუშაობა დაიწყონ, არ არსებობს. ანუ ამისი ხელმისაწვდომობა არის ძალიან მწირი. ძირითადად არის სახელმწიფო ინსტიტუტებში დასაქმებული მოქალაქეების უმრავლესობა, ან არიან შემწეობაზე, ანუ სახელმწიფო დონაციაზე იმყოფებიან და კერძო ბიზნეს და სამთავრობო ორგანიზაცია ძალიან მცირე რესურსი ყავს დასაქმებული. ანუ ეს ადამიანები ძირითადად, ასე ვთქვათ, დამორჩილებული ჭყალებში ყავთ ხელფასებით. იმიტომ რომ ამ ადამიანებს არ აქვს სხვა ალტერნატივა თავი დაიმკვიდრონ, ხო? რო წამოვიდნენ სამსახურიდან რაღაც ალტერნატიული შესაძლებლობა უნდა გააჩნდეს, რაც დღესდღეობით ამისი რესურსი ქვეყანას არ აქვს და იმის ნაცვლად, რომ 12 წლის განმავლობაში რამე შექმნილიყო და განვითარებულიყო, ზუსტად ამას ემსახურებოდა დღეს რაც მიიღო, ხო? საქართველოს მიიღო, რომ ფაქტიურად ალტერნატივა სამსახურების კუთხით არ არსებობს, ანუ დამოკიდებულები არიან მხოლოდ სახელმწიფოზე. სახელმწიფოს არ მუშაობს სახელმწიფო ინსტიტუციაში, წამოხვედი სახელმწიფო და სხვაგან კერძო სექტორშიც ვერ დაიწყებს მუშაობას, იმიტომ რომ ეს არგუმენტი მესმის ჩაგეკითხებით ბარემ და მე გადავიდეთ უფრო კონკრეტულად ხარაზიშვილზე, მაგრამ რადგან ამ თემას დაიწყეთ საუბარი, მე გეტყვით ეხლა არასაპირისპირო არგუმენტს, მაგრამ ასეთ გარემოებას, ასე ვთქვათ, ნებისმიერ პროფესიაში გვაქვს ჩვენ ეს პრობლემა, გასაგებია რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალოვან სისტემაში მუშაობენ ჩვეულებრივი ადამიანები, თანამოქალაქეები ჩვენი, ოჯახები ყავთ, სოციალური ვალდებულებები აქვთ, უამრავი პრობლემა აქვთ მოსაგვარებელი და მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სტაბილურ სამუშაოს და სტაბილურად მიღებულ ანაზღაურებას ამაში. ეს ადამიანები ამ პროფესიაში ხელფასის გარდა პირველ რიგში მიდიან რაღაც მოწოდების გამო, ხო? აი მაგალითად რომ რა ქვია, მუნდირი რომ ჩაიცვა ადამიანმა საქართველოს დროში და კუდი დაიხურო და ასე შემდეგ, ну მე ასე მგონია რომ ალბათ ბავშვები ოცნები. ეს ეგ აღარ ხდება სამწუხაროდ. კი, ეს ეგ არის ძირითადი ფუნდამენტი. რის თქმა მინდა, ხო? ანუ ერთი არის შენი მოწოდება და აი ეს გაგება თვითონ თუნდაც პოლიციელობის და საპოლიციო ღირსების და მისიის მეორე არის ფინანსური კომპონენტი. ორმა რამემ შეიძლება შეცვალოს ამ ადამიანების ქცევა. ერთი არის სამწუხაროდ აქეთკენ მივდივართ, რომ ქვეყანაში იმდენად დამძიმდეს პოლიტიკური იზოლაციის გამო, ეკონომიკური იზოლაციის შედეგად, სოციალური ფონი, რომ ის ხელფასებიც კი, რომელიც რიგი და საშუალო დონის პოლიციელებს აქვთ, ვეღარ გაწვდეს მინიმალურად იმ მოთხოვნილებებს, რომელიც მათ აქვთ და ვალდებულებებს, ერთი, ანუ სოციალური ფაქტორი, აღარ უღირდეთ უბრალოდ და მეორე არის წმინდა პროფესიულ ადამიანური, ანუ ისეთი რამ გააკეთებინონ, ან ისეთ ადამიანებთან ხდებოდეს მათი ასოცირება, რომ შეკრწხვეს. აი მე მაგალითად ჩემი უღრმესი პატივისცემის მიმართ ზოგადად პოლიციელების მიმართაც და უამრავს ვიცნობ მათი გაკეთებული ბევრი კარგი საქმე მინახავს, გამიშუქებია ბავშვობიდან, ვაშუქებდი და ყოველთვის გავაშუქებ ამას, ხო? მაგრამ აი როცა დღეს საქართველოში სიტყვა პოლიციელის დაძახებაც კი აღარ უნდათ ადამიანებს და მილიციელებს აძახებენ, თუმცა ის ძველი მილიციელებიც მახსოვს მე და ბევრი სისასტიკე და ცუდი რამეც მინახავს, მაგრამ უფრო მეტად ერთეული და ჯგუფური ასე რომ მთელი სისტემა მოძალადე და ასე ვთქვათ ღირსების ამყრელ სისტემა ჩამოყალიბებული იყოს და ამის იდეოლოგიური გამართლება მიდიოდეს სხვებისმიერ. ესეთი მასშტაბური უზნეობის პერიოდი მე უბრალოდ მართლა არ მახსოვს. აი რა უნდა მოხდეს მაშინ კიდევ იმაზე მეტი, რომ ჩვენ ძალოვან სისტემებში დასაქმებულმა ადამიანებმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველ რიგში ხელმძღვანელობაში, რომელთა იმედიც ჩვენს თავდაცვის ძალებთან უნდა გქონდეს და გვაქვს, რომ მტერი რომ მოვა, მართლა მტერი რომ მოვა, რომ ამ ხალხმა უნდა დაგვიცვას ჩვენთან ერთად, რომ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოცხადებული ომის გამო სირცხვილი სგრძნობა გაუჩნდეთ, იგრძნონ რაღაცა და რაღაც ნაბიჯები გადადგან. ჩემი აზრით მნიშვნელოვანი არის დღეს პრობლემა რაც არის, ეს არის ინფორმაციის ნაკლებობა და სისტემაში ძალიან კარგად მუშაობს დეზინფორმაცია.
ალბათ მგონია რომ სწორი იქნება რაღაცა გარკვეული მესიჯების, გარკვეული ვიდეო რგოლების, გარკვეული ქარდების, გარკვეული ასე ვთქვათ შესაძლოა პატარა ინფორმაციების სახით მომზადება და ამისი გამოქვეყნება სხვადასხვა სოციალურ ქსელში და მედია საშუალებებში, იმიტომ რომ დღეს ამ ადამიანებს ეს ადამიანები ყავთ ჩაკეტილი გარემოში, სადაც წამლავენ პირდაპირ მნიშვნელობით დეზინფორმაციით და ეს დეზინფორმაცია არის რა რომ დასავლეთი მტერია იქ საზოგადოება რომელიც ქუჩაში არის გამოსული აბსურდული მოთხოვნებით იმ ხალხს მართავენ მასონები ნუ deep state აღარ არის აქ და რაღაც გლობალური ომის პარტია და ასე შემდეგ ვიღაცა ბნელეთიდან მართავენ არის LGBT თემის წარმომადგენლები და ანუ ესენი იმიტომ დგანან ქუჩაში რომ მათი მოსulis ხელისუფლებაში შემთხვევაში LGBT პროპაგანდა გააღვიონ დათესონ წაგვართვან მართლმადიდებლობა ანუ ფართო სპექტრში ხო ეს არის რუსული გავლენები და რუსული გავლენებში დასგულისხმობ ხო ამას რომ ანუ რუსეთი როგორც ბილი ძალის ელემენტების გამოყენებით ისე ხისტი ძალის ელემენტების გამოყენებით ცდილობს შეინარჩუნოს გავლენა რეგიონზე ის ერთ-ერთი მიდგომა ზუსტად შინაგან საქმეთა სამინისტროში ანუ ეს არის ფიქრობ და ეს არ არის დაუშვათ დღეს დაწყებული ეს ძალიან ეტაპობრივად მიმდინარეობდა მაგრამ დღეს უკვე ძალიან აქტუალური არის ამას ემატება უკვე დაშინება ამას ემატება რომ ხელისუფლების უზურპაცია რომ მოახდინეს აბსოლუტური ძალაუფლება აქვს ძალიან ბევრი სიუჟეტი გავრცელდა ხო ერთ-ერთი ცნობილი რაც ზოგადად საზოგადოება მიცის ეს არის ხარაზიშვილის და სინჯიკაშვილის დაპირისპირება და ძალიან ბევრი მსგავსი ფაქტები არის მომხდარი რომელიც არ გაშუქებულა თქვენ როგორ ფიქრობთ ანუ საზოგადოებაში დღეს ანუ ამით რა მესიჯს აგზავნიან რომ მათ შეუძლიათ აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთება და ადამიანებს მათ შორის თავის თანამშრომლებს მათ შორის საზოგადოებას აშინებენ რომ თუ თქვენ წახვალთ ჩვენს წინააღმდეგ ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ბერკეს და შესაძლებლობათა საშუალებას თქვენ გაგანადგუროთ ანუ რა შეიძლება მოხდეს ანუ ამ ადამიანები უნდა მიხვდნენ იქ მომუშავე ადამიანები რომ გაანალიზონ, გაათვითცნობიერონ რეალობაში სად დგას საფრთხე, ვინ არის რეალური მტერი დღეს საქართველოში, ქუჩაში მდგომი საზოგადოება თუ ხელისუფლების უკან მდგომი ძალა, რომელიც მთლიანად ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუციებს, ხო? ანუ ეს თუ არ გაიაზრეს ამ ადამიანება სხვანაირად წარმოუდგენელი არის. ანუ ეს ხალხი მოწამლული ყავთ. იცით როგორი დეზინფორმაცია მიდის? ანუ შიდა ჩატები, შიდა ჯგუფები შექმნილი აქვთ TikTok ჯგუფები და ამაზე ხალხი ყავთ გამოყოფილი და მუშაობენ. სასწაული საინფორმაციო ომი მიმდინარეობს. აი ამ საინფორმაციო ომში საზოგადოებამ უნდა აჯობოს მათ. და შესაბამისად, ანუ ბევრი კითხვა დაისვა, ანუ რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ სინდისი გაუღვიძოთ. ის ჯგუფი, რომელიც საზოგადოების წევრებზე ქუჩაში ძალადობს, მაგათ სინდის ვერ გაუღვიძებთ, მაგათ სინდისი არ აქვს, არც სინდისი აქვს, არც ზნეობრივი ღირებულებები აქვს, არც ფასეულობები აქვს. ეს არის რაღაცა გარკვეული ჯგუფი, რომელიც პირადი კეთილდღეობის და ფინანსების გამო აბსოლუტურად ყველაფერზე არიან წამსვლელები. ვინ არის? აბსოლუტურად. ირაკლი, აქვე თუ შეგიძლიათ დაგვიზუსტოთ, როგორ ხდებოდა ამ ადამიანების, ამ ახალგაზრდების რეკრუტირება? ანუ საიდან, რა სოციალური ასე ვთქვათ, ჯგუფებიდან, რა გარემოებებიდან აღმოცენდნენ ეს ადამიანები? სად ხდებოდა მათი რეკრუტირება, სად ხდებოდა მათი წვრთნა? ვიცით, რომ არის პოლიციის აკადემია, ვიცით, რომ არის სპეციალური სასწავლებლები და ასე შემდეგ. მთელი მექანიზმი იყო აგებული. ეს ყველაფერი დაიკარგა, თუ რაღაც პარალელური სამყაროები არსებობს, იქნება პირადი არმიები, იგივე ხარაზიშვილის პირადი არმია, პირადი გვარდია, რომლებისთვისაც ეს ხარაზიშვილი არის არა მარტო მათი რაღაცა სარდალი, არამედ რაღაცა, ესე ვთქვათ, შეურყვნელი ბელადი, რომლის სიტყვაზეც მათ შეუძლიათ ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ წავიდნენ, სხვათა შორის მათ შორის თუ საჭირო გახდა ივანიშვილისაც. იცით რა არის აკადემია ანუ ინსტიტუციები დიდი ხანი აღარ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში აკადემია ზუსტად არ მახსოვს შეცდომაში რო არ შევიყვანო მსმენელი მაგრამ 4 წლიანი ბაკალავრიატი გააუქმეს დატოვეს მხოლოდ ვიწრო სპეციალიზაციაზე რაც შეეხება მე შემიძლია ვისაუბრო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტზე მე არ ვიცი კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მომზადება როგორ ხდება, მაგრამ აი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, როდესაც ხარაზიშვილი მოვიდა დეპარტამენტის დირექტორად, პირველი რაც გააკეთა,
ეს იყო მინისტრის ბრძანება, რომელიც არეგულირებდა და დათქმები იყო, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი ერთის მხრივ სამსახურში მიღებაზე, მეორეს მხრივ თანამდებობაზე დანიშვნაზე. ეს ბრძანება გააუქმა და დაშვება გააკეთა, ანუ უმაღლესი განათლება დღის წესრიგიდან მოხსნა. ძირითადად ეხლა დღეს დეპარტამენტი დაკომპლექტებული არის უმრავლესობა შიდა ქართლის რეგიონიდან, იმიტომ რომ თვითონ ხარაზიშვილი იქიდან არის წარმოშობით და ანუ მთელი ასე ვთქვათ მის ირგული 90% ადამიანების არის შიდა ქართლის რეგიონიდან. აი ინტერესთა კონფლიქტი რო გკითხოთ, ინტერესთა ანუ ძმები, ბიძაშვილები, ქვისლები, ძმისოლი, ცოლის და აი მთელი სანათესაო ყავთ ირგვლივ ასე ვთქვათ. ფაქტობრივად კლასიკური გაგების კლანური ჯგუფებია, კლანები დაკომპლექტებული. მაგრამ ოჯახური კლანებით და ამიტომ აი ამ ოჯახური ზემოქმედება, იმიტომ რომ მთლიანად სისტემა ამ ინფრასტრუქტურაზე დგას და შიგნიდან რყევას ვერ განიცდის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ერთი რომ ეს კლანური არის და რასაც აკეთებენ და ეს საერთო ბიზნესის ნაწილია. ერთი რომ ეს კლანური არის და ეს არის ასე ვთქვათ ოჯახური კლანი არის, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ანუ ყველა ვიღაცასთან რაღაც ნათესაური კავშირით არის დაკავშირებული. მეორე, ანუ ადამიანების უმრავლესობა, როგორც დაუშვათ რიგითი ინსპექტორიდან დამთავრებული მთავარი სამმართველოს უფროსამდე, ადამიანების უმრავლესობას არ აქვს არანაირი განათლება, არანაირი გამოცდილება პრაქტიკული და ამ ადამიანებს არაფერი არ გაუკეთებიათ გარდა რაღაცა 18 წლის რო გახდნენ და ხარაზიშვილთან მოხვდნენ სადღაცა მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა, იქიდან მოყოლებული, პირველი თავიდან ხარაზიშვილმა როცა რეინკარნაცია რო განიცადა ნაციონალური მოძრაობის შემდეგ და ქართულ ოცნებაში გადმოპორტირდა, შიდა ქართლში დაიწყო მუშაობა. და იქიდან ასე ვთქვათ ეს ხალხი შემოიკრიბა. ანუ ამ ადამიანებს არ აქვს რესურსი და შესაძლებლობა, რომ ამის იქეთ, ანუ ხარაზიშვილის მიღმა, მათ თავიანთი თავი დაიმკვიდრონ ცხოვრებაში. სადმე რამეს მიაღწიონ. ანუ არიან წამოს რაიონებიდან აიყვანა ეს ადამიანები და ჩამოიყვანა და აყენა. დღეს ეს ადამიანებს აქვთ გააჩნიათ უზარმაზარი ძალაუფლება, უზარმაზარი ხელფასი, შავი ჯიპები, ჩაბურული პრადოები, ჩაბურული შკოდები, მე გეუბნებით სამსახურიდან სახლში და სახლიდან სამსახურში. ციმციმებით მოძრაობს უმრავლესობა. ანუ იმისი სწორი გამოყენებაც კი არის, ანუ ეს ჭყალებში ებლატავებათ, ანუ ეს უხარიათ, აჟიტირებულები არიან. და ანუ ამითი იკავებს ხარაზიშვილი კონკრეტულად ამ ადამიანებს. ამ ადამიანებთან მიმართებაში რაიმე გააღვიძო და ამ ადამიანებს აუხსნა და უთხრა, რომ იცით რა, თქვენ რაიმეს არასწორად აკეთებ, აზრი წყლის ნაყვა არის ჩვეულებრივი. აქ საუბარი არის მე, ჩემი აზრით, აქ არის საუბარი შინაგან საქმეთა სამინისტრო მარტო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ხომ არ არის. ანუ საპატრულო პოლიცია არის, რეგიონალური პოლიციის დეპარტამენტები არის და უამრავი სხვადასხვა დეპარტამენტი არსებობს. იქ მომუშავე ადამიანებს, რომლებსაც მართლა აქვთ განათლება მიღებული, რომლებსაც შეუძლიათ გარკვეული ანალიზის უნარი და გაარჩიონ რეალობაში რა ქვეყნის წინაშე რა საფრთხე დგას. თქვენ ახსენეთ თავდაცვის სამინისტრო. ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო მარტო საზოგადოებრივი წესრიგის უსაფრთხოებაზე ხო არ არის პასუხისმგებელი. ანუ კლასიკურად ხო ესე არის, ანუ დოქტრინულად დაყოფილი არის, ანუ საომარ მოქმედებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს მთელი რიგი პასუხისმგებლობა აღებული. ანუ საბრძოლო მზადყოფნის კუთხით რა ხდება? სად არის დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო? აი ეს უნდა გაიაზრონ ამათმა და თუ ამას გაიაზრებენ, მიხვდებიან სად არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და ეს ადამიანები უბრალოდ არიან ბოროტად გამოყენებული, იმიტომ რომ შეიცვლება სიტუაცია და აუცილებლად შეიცვლება. ეს ადამიანები როცა აღარ იქნებიან, მთელი ეს სიმძიმე და მთელი ამ სიბინძურის ჯოხი გადაწყდება ამ ადამიანებზე, რომლებიც მართლა შეიძლება არაფერ შუაში არ იყვნენ, არც გადაწყვეტილების მიმღები არ იყვნენ, არც პროცესებზე რაიმე გავლენა არ გააჩნდეთ, იმიტომ რომ ეს ხალხი დღეს არის მსხვერპლი გარკვეული ჯგუფების. ირაკი, ბოლოს უნდა გკითხოთ, ჩვენ დავიწყეთ საუბარი შიგნით რა ჯგუფებს აქვთ გავლენა და ყველანი ხედავთ, რომ ამ
ასე ვთქვათ, ძალადობრივ ჯგუფს ძალოვან სისტემაზე სრული დომინაცია აქვს აღებული, ასე ვთქვათ. ეს მოდის იქითკენ, რომ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას სახალხო ლეგიტიმაციის დეფიციტის პირობებში ძალაუფლების განსამტკიცებლად ჭირდება შევსება ეს რაღაცით და როგორც წესი შემდეგ ასე ხდება ხოლმე ყოველთვის ეს სახელმძღვანელო არის, რომ ძალოვანების სრული დომინირება ხდება და ამ სისტემის მძევალი აღმოჩნდება ხოლმე თვითონ ის პოლიტიკური ხელისუფლებაც. ჩვენთან კიდევ დამატებით სხვა მასშტაბური საფრთხეები გვაქვს და ბოლო კითხვა უკავშირდება რუსულ გავლენებს ძალოვან სისტემებს. აღარც კი ხმაურობს სიტყვას ინფილტრაციის ხარისხს. თქვენი საუბრიდან მე ესეთ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ წლების განმავლობაში უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს ამ ადამიანების ტვინის გამორეცხვის ძალიან სერიოზული კამპანია, რომელსაც გზავნილებიც აბსოლუტურად რუსული აქვს და ანტიდასავლური. აი შეგვიძლია დღეს თქვენ როგორც მაღალჩინოსანს ყოფილს შეგვიძლია შევაფასოთ სიტუაცია როგორც არაუბრალოდ რაღაცა იდეოლოგიურ დონეზე რუსული გავლენების ქვეშ მყოფი ძალოვანი სისტემა, არამედ პირდაპირი დამორჩილების ხარისხიც. აი მაგალითს გეტყვით, ხარაზიშვილზე კი აღარ ვილაპარაკოთ, სასაზღვრო სამსახური, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილია სტრუქტურული ახლა, ხო? მსოფლიოში ცნობილი მართლმადიდებელი თეოლოგი კურაევი, რომელიც აქ სტუდიაში მეჯდა, მინდოდა დამესვა შეკითხვა რაღაცა პოლიტიკას და წინასწარ მთხოვა, რომ არ შემეკითხო, იმიტომ რომ კიდე მინდაო მე საქართველოში ლექციები ჩასატარებლად ჩამოსვლაო, ასე ვთქვათ, სტუდენტებისთვისო და შეიძლება რამე საფრთხე გამიჩნდეს ამის გამო, რატომ? იმიტომ რომ პუტინთან და კირილთან არის დაპირისპირებული და ასე წყნარად გაუშვით სტუდიიდან, წავიდა ეს კაცი ლექციაზე უნდა ჩამოსულიყო და ქართველმა მესაზღვრემ საზღვარზე არ შემოუშვა. არასასურველ პიროვნებად აღიარა ეს პატიოსანი განათლებული საქართველოს და მართლმადიდებლობის მოყვარული ადამიანი. ანუ მესაზღვრემ გააკეთა ეს. ხარაზიშვილი კი არ დახვდა იქ საზღვარზე. ამ მესაზღვრეს დავალება ხომ იცა ვიღაცა. ეს მე დარწმუნებული ვარ, რომ აი მაგალითად ბატონი გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრი ვიხმარ ამ სიტყვას ბოდიში, მაგრამ გარტყმაში არ არის კურაევი ვინ არის საერთოდ. არც ერთი მისი არც ლექცია მოусმენია და საერთოდ ასეთი სასულიერო პირის და თეოლოგის არსებობის შესახებ არაფერი არ იცის. უბრალოდ ეს სიები ხო საიდანღაც არის მოსული. როდესაც ამ ადამიანებს საზღვარზე ამიტომ მე მყარი არგუმენტები მაქვს იმის სათქმელად, მარტო იდეოლოგიურ დონეზე ზემოქმედება კი არ მიდის წლების განმავლობაში, არამედ პირდაპირი მართვის ქვეშაც არის ჩვენი ძალოვანი სისტემა რუსების მხრიდან. თქვენ არ გაქვთ ეს შთაბეჭდილება ან ინფორმაცია? პირდაპირი მართვის ქვეშ არიან. ძალიან სწორად შეაფასეთ. პირდაპირი მართვის ქვეშ. იყო რამდენჯერმე დამისვეს შეკითხვა, რომ თუ ქონია შეხება ან გინახავს ან იცი უშუალოდ რუსული აგენტურის მოქმედების შესახებ. პასუხი არის მარტივი. მაგალითად ჩვენ ვეძებთ საქართველოში ან თბილისს მოქალაქით რუსს, რომელიც იქნება აგენტი, თუ ის ზოგადად გამოავლინეთ და ვიპოვეთ ის რანერი აგენტი იქნება, მაგრამ მოდი ესე შევხედოთ აბა საკითხს. საქართველოში მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პირდაპირ ატარებენ რუსულ ინტერესებს საქართველოში. აქვთ ძალაუფლება, აქვთ ბერკეტი, ეს შეიძლება იყვნენ მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, გენერალური პროკურორები, ხო? და ასე შემდეგ, ანუ პირდაპირ ატარებენ რუსულ ინტერესებს, ანუ აუცილებელი ხო არ არის ვინმე აგენტები იყვნენ ან აგენტური ჯგუფი იყოს. ან შესაძლოა იქნება და ბუნებრივი არის თბილისშიც იქნება და რეგიონებშიც და მოსკოვიდანაც იქნება რაღაცა გარკვეული ასე ვთქვათ ოპერატიული და ტაქტიკური ჯგუფები, რომლებიც ამ ხალხს მართავენ, მაგრამ აღმასრულებელ დონეზე არიან უკვე ესენი ასე ვთქვათ წარმოდგენილები დღეს, რომლებიც პირდაპირ რუსულ ინტერესებს ატარებენ. ანუ და რა არისო რუსული ინტერესებიო და აი რაში გამოიხატებაო? რუსული ინტერესები, რუსეთის ინტერესები რა არის ჯერ საქართველოში, ის უნდა დავაიდენტიფიციროთ და მეორე უნდა შევხედოთ ეს ინტერესები შესრულებულია თუ არ არის შესრულებული. რუსეთის ინტერესები რა არის? პირველი ყველაზე დიდი ინტერესი იყო მისი საქართველოს ნატოში არ გაწევრიანების საკითხი. მეორე ეს იყო ევროკავშირთან არ დახლოვების, ევროკავშირთან არ გაწევრიანების საკითხი. რათა რუსეთს უნდა შეინარჩუნოს კასპია, შავი ზღვის დერეფანი საქართველოს გეოგრაფიული არეალი. შესაბამისად, ანუ დღეს ჩვენ რა გვაქვს, ანუ არანაირ თქვენი წინა მსმენელი საუბრობდა და ძალიან სწორ კითხვებს ეუბნებოდით. ანუ
ეს ჩვენზე რა გავლენას მოახდენს. ანუ კი მიიღებენ რეზოლუციას, ვიღაცას დაასანქცირებენ, მაგრამ ეს ხო საქართველოს რო დაუბრუნდეს ამ წერტილს ისევ და დაიწყოს მოლაპარაკებები, აქ აღარ არის გაწევრიანებაზე და იმ შესაძლებლობის ფანჯარაზე, რომელიც დღეს არსებობს. შესაძლოა 20 ან 30 წელი დასჭირდეს, ხო? ანუ ეს არის რუსული ინტერესი, რომელმაც რუსეთის, რომელმაც ძალიან კარგად მიაღწია. რომელიც რეალიზდა ფაქტობრივად და რომელიც რეალიზდა და მე რომ მქონდა საუბარი დაუშვათ ვიწრო წრეში საქართველოში ან ჩემს კოლეგებთან, ან მეგობრებთან, ან სოციალურ წრეში და აი ამას ვუხსნიდი, ვერ იგებენ, ანუ და ყველაზე ცუდი ხო აი წინასაარჩევნოდ რაც გააკეთეს, ბანერები რო ჩამოკიდეს, უკრაინის ბანერები დაანგრეული უკრაინის და პარალელები გაავლეს ომთან. ანუ ომის ნარატივი, აბა ომი გინდა, ანუ ხალხს აშინებენ. რომ იცით რა და ამით რასაკეთებენ და ეუბნებიან რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც დღეს საქართველოში მშვიდობის გარანტი არის ბიძინა ივანიშვილი. და რომ გავყვეთ ამ ლოგიკას, რომ ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა მართლა იყოს ამათვის მშვიდობის გარანტი. ხვალ რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ იყოს საერთოდ. და რაც არსებობს ამისი მაღალი ალბათობა, რომ მას არაერთხელ მოუტყუებია ქართული საზოგადოება, ხო? და დაიხუროს ქუდი და წავიდეს. მაშინ ვიხდება მშვიდობის გარანტი და თუ მშვიდობის გარანტი არავინ აღარ ხდება, მაშინ საქართველოს როგორც სახელმწიფო რას აკეთებს იმისათვის, რომ საბრძოლო მზადყოფნის დონე აამაღლოს და მან შეძლოს რაღაცა გარკვეული პერიოდით რუსულ აგრესიას უპასუხოს. ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს. ანუ მე ვისთანაც მქონია დიალოგი და საუბარი არც ერთ დონეზე. აქ არის ანუ ვიწრო პირადი ინტერესები გარკვეული ჯგუფების, რომლებსაც უკავიათ მაღალი თანამდებობები, აქვთ ძალიან მაღალი ხელფასი, აქვთ უზარმაზარი პრივილეგიები და შესაძლებლობები და ცდილობენ საქართველოს გადააქციონ და აქციონ რაღაცა ჩეჩნურ და გროზნოში მიმდინარე დაჯგუფებები როგორც არსებობს, აი ესეთ დაჯგუფებებად, კლანებად, იმიტომ რომ დღეს შეხვდებით დედაქალაქში მოძრაობს ჩაბორული ჯიპები 10,000-იანი ნომრებით, რომელსაც დაყვება 4-5 მანქანა კბილებამდე შეიარაღებული. და ეს კიდევ ეს ტენდენცია მზარდია და გაიზრდება. იქ ხარებას დაჯგუფება იქნება, იქ ვიღაცის დაჯგუფება იქნება, იქ ვიღაცის დაჯგუფება და აი ეს უბრალოდ რეჟიმის ფორმირების პროცესი და ფორმულა, კანონია, სხვანაირად ვერც იქნება. ირაკლი, მადლობა უნდა გითხრათ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ გვექნება კიდევ არაერთხელ შესაძლებლობა თქვენი შეფასებები მოვისმინოთ, არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულ სიტუაციაზე, დაგემშვიდობებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის.